შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ჩვენს გარშემო ის ადამიანებიც კი, რომელსაც ზოგადად კარგი იმუნიტეტი აქვთ, რამდენჯერმე გაცივდნენ და ვისაუბრებთ, როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი რეალურად ბუნებრივი საშუალებებით. პირველ რიგში ვთქვათ, რა არის ეს ვირუსები, რა მოგვდის, ანუ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ბოლო 3 თვის განმავლობაში 4-ჯერ, 5-ჯერ გაცივდა და ზოგი ვერ გამოვიდა საერთოდ, მთელი თვე სიცხე ჰქონდა ზოგს და ასე. და ეს არ ხდება მარტო აქ. პრობლემაა ეს დასავლეთშიც, არა დასავლეთშიც, აზიაშიც, აღმოსავლეთშიც, ჩინეთშიც, აგერ ახალ ვირუსზეა საუბარი. ახალი ვირუსი მეტაპნევმოვირუსი, რომელზეც საუბარია დიდი აფეთქება ლოკალური გამოიწვია და ბევრი ადამიანია ჰოსპიტალიზებული მის გამო. თუმცა და ადარებენ რაღაც დასაწყის თითქოს კოვიდის, ოღონდ არ არის კოვიდისავით ვირუსი და მაგან არ უნდა დაგზაფროს. ნუ ამ გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ჯერ არაფერი ისეთი არ არის. სუსტი ვირუსია, საკმაოდ ცნობილი ვირუსია, დიდი ხანია არის და უბრალოდ ეხლა მეტად გავრცელდა. თუმცა რა თქმა უნდა მუტაციების რისკი ყოველთვის არის და ეს რისკი იქნება, რომ შეიძლება განიცადოს მუტაცია, გახდეს უფრო აგრესიული, ან უფრო გავრცელებადი. შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის, ამიტომ ამ ეტაპზე დასაშინებელი არაფერი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ რატომ ხდება ესე, რატომ მოხდა, რომ რამდენჯერმე ემართებათ ადამიანს ეს გაციება და თუნდაც სიცხეები უხანგრძლივდება ზოგს, რა არის ამისი მიზეზი. ყველაზე ისეთი ახსნა, რაც ამ ეტაპზე გვაქვს და ვიცით, არის, რომ 4 ძირითადი ვირუსია ეხლა, ნუ კოვიდი, რა თქმა უნდა, ისევ არის და ცირკულირებს და ემართებათ ადამიანებს. მეორე არის ინფლუენზა ვირუსი, რომელიც გრიპის გამომწვევია. მესამე არის რესპირატორ-სინციტიალური ვირუსი. ეს 3 და მეოთხე არის კიდე ნოროვირუსი. ესეც მეოთხე. ამიტომ რომ 4 ვირუსი დადის აქტიურად ამ ეტაპზე. აღარაფერს ვამბობ იმას, რომ გაცების ვირუსი 200-ზე მეტია და შეიძლება გაცება, ანუ უფრო მსუბუქი ფორმა, მოკლედ ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, აი ცხვირში გაჭედილობა. ანუ 4 რეალურად 4 მნიშვნელოვანი საფრთხე გვაქვს ამ ეტაპზე. იმ მეტაპნევმოვირუსაც თუ დავამატებთ ეს 5, ანუ 5-ჯერ შეიძლება ამ ბრჭყალებში გაცივდეს ადამიანი მოკლე პერიოდში 5-ვე სხვა ვირუსით. ეს პრობლემაა, რა თქმა უნდა. აი ეხლა ვთქვათ, რეალურად რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს. ბუნებრივად რისი გაკეთება. ნუ ზოგადად რომ ჯანსაღად უნდა იყვეს ადამიანმა, ვიტამინები მიიღოს, წყალი საკმარის რაოდენობით მიიღოს, საკმარის რაოდენობით და ეძინოს, იმიტომ რომ ძილში იმუნიტეტი ყალიბდება მნიშვნელოვნად ღრმა ძილის ფაზებში, ამიტომ 7 საათზე მეტი უნდა ეძინოს ადამიანს, რომ იმუნიტეტი განუვითარდეს და იშვიათად გაცივდეს. ესენი ახლა გექნებათ მოსმენილი ყველგან. აი რაც არ გექნებათ მოსმენილი, იმაზე ვისაუბრებ, რისი გაკეთება შეიძლება რეალურად. ან ყოველს ამბობენ ადამიანები, რომ აი რეალური მითხარი, რომ აი ხელშესახები შედეგი დავდო, რომ მართლა გამიუმჯობესდეს იმუნიტეტი. პირველი რისი გაკეთება შესაძლებელია არის აცეტილცისტეინის მიღება, NAC ესე ეძახიან NAC, როგორც საკვები დანამატი 600-დან 1200 მილიგრამამდე დღის განმავლობაში, აი იმ პერიოდში, როცა არის გაციებების სეზონი და შესაძლებელია მისი მიღება მოკლედ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ან რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია. რას აკეთებს? ერთი რომ ანუ გლუტათიონის წინამორბედია ეს და გლუტათიონი კიდე ძლიერი ანტიოქსიდანტია. და აი ეს ვირუსები გამოყოფენ ტოქსინებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რის გამოც ჩვენ სიმპტომებს გვგრძნობთ, არის ტოქსინები, რომელსაც ვირუსები გამოყოფენ და ოქსიდაციური სტრესი. სხვა პრობლემებთან ერთადაც ანთების მედიატორებს გამოყოფენ და ანთებას იწვევენ, ფიზიკურად აზიანებენ უჯრედებს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი ამ ყველაფერში არის ოქსიდაციური სტრესი. და აცეტილცისტეინი მნიშვნელოვნად ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ასევე ნახველს ათხიერებს, ანუ გამოყოფილ ლორწორს ბრონქებში ათხიერებს, ამხველებას აადვილებს და ბრონქებს წმინდავს და არა ხელსაყრელ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ბაქტერიები გამრავლდნენ ზედს. შესაბამისად, აი მაგალითად ფილტვების ანთება და ეს ინფექციები, რომ ზედდართული ინფექციები, რომ ემართებათ, ამისგანაც იცავს ორგანიზმს.
ამიტომ აცეტილცისტეინი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა იმისთვის, რომ იმუნიტეტი გაიუმჯობესოს. ოღონდ ეს პირდაპირ დამხმარეა, მოკლედ. ეს ნიშნავს, რომ რო შეწყვიტავ აცეტილცისტეინის მიღებას, ისევ ბრუნდები ძველ პოზიციაში, რო ვთქვათ, რომ რა ძალიან გრძელვადიანად არა, მაგრამ ეფექტურია. ერთ-ერთი საუკეთესოა, მოკლედ, რისი მიღება შეიძლება. არ აქვს დიდი რისკი, მნიშვნელოვანი რაღაც გვერდითი ეფექტები არ აქვს, კარგი არის ეგ, საკვირ დანამატია, არ არის წამალი და შესაბამისად რეცეპტი არ ჭირდება და შესაბამისად ეს დადებითი მხარეა და ერთ-ერთი მაღალ დოზებში შეიძლება გაზარდოს თირკმელებში კენჭების რისკი და მაგისთვის კიდე მიღება მაგნიუმთან ერთად კომბინაციაში, მაგნიუმის ციტრატი მაგალითად, მაგნიუმის გლიცინატი შესაძლებელია და ეგ კენჭების რისკსაც შეამცირებს. თუმცა იმ დოზებში, რასაც გეუბნებით 600-დან 1200 მილიგრამამდე დღის განმავლობაში აცეტილცისტეინი არ ზრდის კენჭების რისკს. ეგეთ დოზებში არ ზრდის, მაღალ დოზებში კი. მაღალ დოზებში თუ მიიღებთ, უნდა მიიღოთ მაგნიუმთან კომბინაციაში, თუმცა მე პირადად არ გირჩევდით მაღალ დოზებს. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვიტამინი C. ვიტამინი C, ძალიან ცნობილია და იცით ალბათ და დღის განმავლობაში 500 მილიგრამამდე უნდა მიიღოს ადამიანმა. გვერდითი ეფექტები ძალიან ცოტა აქვს, საკვებთან ერთად ჯობია. აცეტილცისტეინი საკვებთან ერთად ჯობია. ვიტამინი C საკვებთან ერთად ჯობია და განაწილება ჯობია. მაგალითად, თუ 500 მილიგრამი უნდა მიიღოს ადამიანმა 200 დღისით, 200 საღამოთი, ესე ჯობია რომ განაწილოს. ეს იმუნიტეტსაც ასტიმულირებს და ანტიოქსიდანტიც არის. შესაბამისად, ორმაგად კარგი ეფექტი აქვს ორგანიზმზე, ძალიან უსაფრთხოა. მაღალ დოზებში C ვიტამინმაც შეიძლება გაზარდოს რისკი თირკმელებში კენჭების, ოღონდ მაღალ დოზებში, 2000 და მეტი მილიგრამი დღის განმავლობაში. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ადამიანმა არ მიიღოს 500 მილიგრამზე მეტი. ორივე ერთად შეიძლება თუ არა კომბინაცია, შეიძლება აცეტილცისტეინი და ვიტამინი C ერთად შესაძლებელია მიღება, ხო, მოკლედ მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ერთმანეთში არ აქვს, ეფექტს პირიქით აძლიერებენ ერთმანეთსაც, იმუნიტეტისთვის ჯამში კარგია რომ კომბინაციაში მიიღოს ადამიანმა. ვიტამინი C-ც შეიძლება მიიღოს ხანგრძლივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამდენიმე თვის განმავლობაში, ოღონდ არა უმეტეს თქვა 500 მილიგრამის. აქ ვიტამინ C-ის შემთხვევაშიც შეიძლება კენჭების რისკი გაზარდოს თირკმელებში, მაღალ დოზებში ვიტამინმა C-მ და ამ შემთხვევაში იღებენ ხოლმე კალციუმს. კალციუმთან ერთად თუ მიიღებ კალციუმს 500 მილიგრამს, კალციუმი იკავშირებს ოქსალატებს და ეს ოქსალატები იწვევენ კენჭებს და კალციუმი რო იკავშირებს ოქსალატებს აღარ ნაწლავებში აღარ აძლევს საშუალებას რომ თირკმელებში კენჭები გამოიწვას, ამიტომა კარგი. მაგნიუმი კიდევ უფრო უკეთესია კენჭების პრევენციისთვის, იმიტომ რომ მაგნიუმი იკავშირებს ოქსალატებსაც, ცისტეინსაც, რომელიც აცეტილცისტეინის მიღების შემდეგ ცისტეინი წარმოიქმნება. ცისტეინს შეიძლება დაგროვდეს კრისტალებად და ამასაც უშლის ხელს და მაგნიუმი სისხლშიც უშლის ხელს ოქსალატების დაგროვებას, ანუ შარდში ამ შემთხვევაში, შარდს გულისხმობს, სისხლი იფილტრება და შემდეგ შარდში და ნაწლავებშიც და კალციუმი მხოლოდ ნაწლავებში. ამიტომ თუ გინდათ რომ პრევენციისთვის ზოგადად ეს ამას იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ აცეტილცისტეინის ან C ვიტამინის მიღების დროს კი არ უნდა ადამიანს პრევენცია თირკმელებში კენჭი რო არ გამოვითარდეს, ზოგადად უნდა ბევრს, ამიტომ თუ ესე აპირებს ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ შეუძლია ამისთვის მიიღოს კალციუმი 500 მილიგრამი ან მაგნიუმი დაახლოებით 200 მილიგრამი დღის განმავლობაში, ან 400 მილიგრამი დღის განმავლობაში, ან კომბინაცია კალციუმით და მაგნიუმით ორივე შესაძლებელია. ოღონდ კალციუმი არ უნდა მიიღოს ადამიანმა 1000-ზე მეტი მილიგრამი, თორე ამან პირიქით შეიძლება გაზარდოს მერე კენჭების რისკი. ანუ დაბალ დოზებში კალციუმი თირკმელში კენჭების რისკს ამცირებს, მაღალ დოზებში პირიქით ზრდის. ეს უნდა დაიმახსოვროთ. მესამე რისი მიღებაც შეიძლება, ანუ პირველი იყო აცეტილცისტეინი გრიპი და გაცევის პრევენციისთვის, მეორე იყო ვიტამინი C, მესამეა თუთია. თუთია მოკლედ
მოაწევს ძალიან ბევრ პროცესში, ბევრ ფერმენტის ერთ-ერთი კოფაქტორია, მოკლედ და ბევრ პროცესში მოაწევს ორგანიზმის, მათ შორის იმუნიტეტისთვის არის აუცილებელი და ერთ-ერთი საუკეთესო არის მიიღებაც ადამიანის იმუნიტეტისთვის შეუძლია. განსაკუთრებით კაცებს. 15-30 მილიგრამის განმავლობაში 15-30 მილიგრამი დღის განმავლობაში უსაფრთხო დოზად მიიჩნევა თუთია. აი მეტის მიღება 40 და მეტი არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ეგ ამცირებს შემდეგ სპილენძის შეწოვას და სპილენძის სიმცირემ შეიძლება იმუნიტეტი დააქვეითოს. ამიტომ აქაც თუთია 30 მილიგრამამდე დღის განმავლობაში სასარგებლოა, 30 ზევით შეიძლება პირიქით რისკი კონდეს იმისი, რომ იმუნიტეტი შემცირდეს. ანუ პატარა დოზებში იმუნიტეტს აძლიერებს, მაღალ დოზებში იმუნიტეტს აქვეითებს. ამიტომა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი წამალია საჭირო დოზაში და დაბალ და არასაჭირო დოზაში შეიძლება იყოს საწამლავი. ან ამ შემთხვევაში საუბარია მაღალ დოზებში პირიქით თუთია გამოდის საწამლავი. კვერსეტინია კიდე ასევე ერთ-ერთი საუკეთესო, ესეც იმუნიტეტს აძლიერებს. მასაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ანტიოქსიდანტური მოქმედება და თან სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს ზოგიერთი კვლევის მიხედვით და უსაფრთხოა, მოკლედ ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა ესეც. ამიტომ დაახლოებით 500-დან 1000 მილიგრამამდე დღის განმავლობაში მოკლედ მიიჩნევა ძალიან უსაფრთხოდ და საშუალოდ კვერსეტინის მიღება, გრძელვადიანთაც უსაფრთხოდ მიიჩნევა, მაგრამ აი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღებ, მე აღარ მიიღებ, მე ისევ მიიღებ, აი ესეთი რეჟიმი უფრო საუკეთესოდ მიიჩნევა. ელდერბერის ექსტრაქტი კიდე ერთ-ერთი კარგია იმუნიტეტისთვის, ანტივირუსული მოქმედება აქვს, განსაკუთრებით აი ვირუსების სეზონში. ოღონდ ეს უფრო მოკლევადით უნდა მიიღო, ანუ ელდერბერის ექსტრაქტს თუ მიიღებს ადამიანი, რამდენიმე კვირით, მერე უნდა შეისვენოს ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ გრძელვადიანი უსაფრთხოება არ ვიცით, მოკლევადიანად უსაფრთხოა, რამე მნიშვნელოვანი რისკი არ აქვს, მოკლედ ელდერბერისაც მიიჩნევა უსაფრთხოდ და შესაბამისად კარგია. და ასტრაგუსი არის ესეთი კიდე საკვები დანამატი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ასევე ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს და ასევე ვირუსული ინფექციების დროს ეფექტურია, საკმაოდ კარგი კვლევები აქვს მასაც, ოღონდ ისეთი არა, როგორც წინამორბედებს და ბოლოს ვიტყოდი, მაგრამ ერთ-ერთ საუკეთესოდ ნივრის ექსტრაქტს, ნივრის ექსტრაქტი ალისინია ყველაზე მთავარი და ანუ ექსტრაქტის სახით რო დალიოს ადამიანმა, მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს, ანტივირუსული მოქმედებაც აქვს და რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებიც არა აქვს. შესაბამისად, დაახლოებით 600-დან 1200 მილიგრამამდე დღის განმავლობაში უსაფრთხოა. ოღონდ აი ეს ყველაფერაც ჩამოთვალე ჯობია, რომ საკვებთან ერთად მიიღოს ადამიანმა. ანუ შესაძლებელია უმეტესობა ისედაც, მაგრამ საკვებთან ერთად უფრო ეფექტურია, უკეთესია მათი შეწოვა. ყველაფერი რაც ჩამოთვალე. ხო, აი რო დავალაგო ეფექტურობით აცეტილცისტეინი ერთ-ერთი საუკეთესოა, ძალიან მაღალ ქულას დაუწერდი რა, 10-დან მე მიყვარს საკმაოდ და 10-დან 8-ან 9-ს დაუწერდი, ვიტამინი C 10-დან 8, ერთ-ერთი საუკეთესოა, თუთი 10-დან 9, მაღალ ეფექტურია საკმაოდ. კვერსეტინიც 10-დან 8-ს დაუწერდი და ნივრის ექსტრაქტს დაუწერდი კიდე 10-დან 9-ს საუკეთესოებია ესენი. აუცილებელია რა თქმა უნდა 2 ლიტრანახევარი წყლის დალევა, 2-დან 3 ლიტრამდე წყლის დალევა, როცა მით უმეტეს დანამატებს იღებთ, მით უმეტეს როცა ვთქვათ აცეტილცისტეინს ან ვიტამინ C-ს, იმისთვის რომ კარგად გამოირეცხოს თირკმელებიდან ყოველთვის, თირკმელებისთვის ბევრი წყლის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს რომ დაგეხმარებათ, ამათი კომბინაციები სამ კომბინაციად შეიძლება, მაგალითად აცეტილცისტეინი, ვიტამინი C, თუთია, ეს კომბინაცია ან კვერსეტინი, ელდერბერი, თუთია, ან ნივრის ექსტრაქტი, კვერსეტინი, თუთია, ან ნივრის ექსტრაქტი, კვერსეტინი, ვიტამინი C და ასე შემდეგ. ანუ მათი კომბინაციები როგორც წესი უსაფრთხოა, რამე ისეთ მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი არ აქვს.
მაგრამ ნუ ეხლა 5-ვეს და 6-ვეს ერთად დალევა არ არის რეკომენდებული, მაქსიმუმი 3 კომბინაციით. ხო, აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ნუ აქვე disclaimer გავაკეთებ, რომ ანუ ჩემი არც ერთი ვიდეო არ არის პირდაპირ მოწოდება, რომ ან ეს დალიეთ, ან ის დალიეთ. მე გეუბნებით ზოგადად საგანმანათლებლოდ რა არის მიღებული და რა მუშაობს, რას აქვს კვლევები. დანარჩენ თვითონ ადამიანმა უნდა გააწყვეტოს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.